ქრისტე აღდგა, კიდევ ერთხელ გილოცავთ მაცხოვრის წყინვალე აღდგომის დღესასწაულს და დღეს მინდა შევეხო არა საეკლესიო თემას, არამედ იმ ადამიანების გამარჯვებას, ვისაც ძალიან უყვარდა საქართველო, ვისაც უყვარდა სამშობლო, ვისაც ჩვენი წინაპრები ქვია და ვინც დღეს ძალიან დაუფასებელნი არიან. Am თემაზე ძალიან ბევრი საწინააღმდეგო ურთიერთგამომრიცხავი შეხედულება და გამონათქვამი არსებობს, მაგრამ მე როგორც ქართველი მართლმადიდებელი მოძღვარი თავს ვერ ვაძლევ უფლებას, რომ მათ არ უთხრა შენდობა, რომ ღმერთმა მათ დაუმკვიდროს სასუფეველი ცათა, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლებს, რა თქმა უნდა, ვინც უფლის და სამშობლოს სიყვარულით თავი გაასწირა და სისხლი დაღვარა და ისინი ჩვენთვის და ჩვენი ნათელი მომავლისთვის იბრძოდნენ. Როგორც აღვნიშნე, ურთიერთგამომრიცხავი და დაპირისპირებული მოსაზრება არსებობს. მე არ მინდა დღეს შევეხო სტალინის 8 წლს, არ მინდა შევეხო კონკრეტულ პიროვნებებს, მაგრამ მოდით ფაქტებით ვიმსჯელოთ. გაიმარჯვა სიკეთემ ბოროტებაზე. ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ ეს იყო ბოროტების შერკინება. მათ მე მინდა სახარებიდან ერთი მონაკვეთი შევახსენო, როდესაც იესო ქრისტე დევნის არაწმინდა სულებს, ფარისევლები და წიგნობრები ამბობდნენ, რომ ის ბელზაბელის, ანუ ეშმაკთა მთავრის ზალით აკეთებს ამას. და მასხოვარი ბრძანებს, რომ თუ ბოროტების წინააღმდეგ აღდგა, მაშინ განწირულია მისი სამეფო. ანუ თუ ბოროტებას ერგინება, მაშინ სიკეთეს აღარ ქონია საქმე ამ ქვეყანაზე არაფერი. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირი იყო ბოროტების იმპერია, ანგრევდა ტაძრებს, ეკლესიებს ანადგურებდა, ხოცავდა სასულიერო პირებს, მაგრამ ღმერთს არ გაუჭირდება, რომ ისინი ჩაეყენებინა თავის სამსახურში და მომხდარიყო მათში რაღაც გარკვეული ფერისცვალება და ეს ძალა წითელი არმია გამოიყენა ღმერთმა ფაშისტური გერმანიის დამარცხებისთვის. ფაქტი სახეზეა, დამარცხდა ფაშისტური გერმანია და ბოროტება დამარცხდა. მინდა შეგახსენოთ ერთი წყინვალე ქართული ფილმი ღიმილის ბიჭები, არ ვიცი ეს ადგილი თქვენ გახსოვთ თუ არა, მთაწმინდაზე წირავს მოძღვარი და ერთ-ერთი ღიმილის ბიჭის მამა და მასთან მიდიან ეს ახალგაზრდები და ეს მოძღვარი ამბობს ძალიან შინაარსიან სიტყვებს, რომ ის ურჯულო მოდის და მას არ გააჩნია მთავარი, მას არ აქვსო სიმართლე. დიახ, გვინდა თუ არ გვინდა, და სტალინი ვახსენოთ, სტალინი ამბობდა, რომ ჩვენი საქმე სამართლიანია, ჩვენ გავიმარჯვებთ. ძალიან გთხოვთ, არ დავიწყოთ დღევანდელ დღეს პოლემიკა ამ თემაზე, უბრალოდ პატივი მივაგოთ. არა დიდება, არ შეგვეშალოს, ამბობენ ხოლმე დიდება გმირებს, დიდება ამა თუ იმ ქვეყანას, არა, დიდება მარტო უფალს ეკუთვნის, პატივი და მოხსენიება და დაფასება იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი პაპები, ბაბუები და ბებიებიც, ძალიან ბევრი ქალბატონი იბრძოდა სამამულო ომში, მეორე სამამულო ომში და რომ არა გამარჯვება, დღეს ჩვენ შეიძლება არც კი ვარსებობდეთ და თუ ვიარსებებდით ძალიან სხვანაირი იდეოლოგიით, სხვა ქვეყანაში, დღეს მსოფლიოს ისტორია სხვანაირად დაიწერებოდა და მსოფლიოს რუკა იქნებოდა სხვანაირი. ეს თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, უბრალოდ დღეს შემთავისუფლება არ მივეცი ამ თემაზე ორიოდე სიტყვა არ მეთქვა. კიდევ ვიმეორებ, რომ მე არ ვაქებ და ვადიდებ სტალინს, უბრალოდ სტალინის გარეშე ეს გამარჯვება არ მოხდებოდა. მაპატიეთ ამ შედარებისთვის, ახლა ამაზე შეიძლება ვიღაცა წამომეკიდოს, რომ არა დავით აღმაშენებელი არ იქნებოდა დიდგორი, რომ არა სტალინი არ იქნებოდა ფაშისტური გერმანიის დამარცხება. ამას ძალიან დიდი გენიოსებიც ამბობდნენ და ძალიან ბევრმა ადამიანმა დააფასა მისი ღვაწლი. მე არ ვიძახი, რომ ჩვენ დღეს მისი მოხსენება დავიწყოთ, მაგრამ იცოდეთ, რომ პატრიარქი პატივს მიაგებს სტალინს და საკმაოდ დადებითად ასახელებს მას და ჩემთვის პატრიარქის შეხედულება საკმაოდ ავტორიტეტულია
და იგივეს გირჩევთ. თუ არ გინდა რომ აქო და მადლობა უთხრა სიბინძურეს მაინც მოიტყვი, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი მასალა, ძალიან ბევრი დამახინჯებული სწავლება, ისტორიული წყარო იდება ინტერნეტში და დაიბნა ძალიან ბევრი ადამიანი, თანამედროვე ადამიანი და ვერ გაუგია რა დასკვნები გამოიტანოს. მე უბრალოდ გეტყვით რომ შედეგებს დააკვირდით, შედეგი ის არის რომ ბოროტება დამარცხდა და სიკეთემ გაიმარჯვა. და აქავე მინდა დავძინო რომ მაშინ ეს ყველაფერი მოხდა 8 მაისს და 8 მაისი იყო აღდგომის დღე, ასეთი გარდამოცემა არსებობს და კომუნისტებმა შეგნებულად გადაწიეს ერთი დღით გვიან და გამარჯვების დღე ქვია აღდგომის დღეს. ზუსტად უფალმა მოაქცია გარკვეული ლიდერები საბჭოთა კავშირში მაშინ სტალინის თამადობით და მე მჯერა რომ სტალინში მოხდა ფერისცვალება, როგორც საულე გახდა პავლე, ასევე შეიცვალა სტალინიც, რამე თუ ის მიხვდა, რომ არ შეიძლებოდა დევნა ეკლესიის, არ შეიძლებოდა დევნა სასულიერო პირების და მოხდა მისი ცვლილება. ძალიან გთხოვთ კიდევ გემუდარებით, რომ ამაზე დავიწყებთ პოლემიკას, ფაქტის სახეზეა, რომ დღეს ჩვენ მათ ისეთ პატივს არ მივაგებთ, როგორც ეკუთვნით. ხოლო ილია მართალი ბრძანებს, რომ პიროვნების და ერის გადაგვარება და გათახსირება იწყება მაშინ, როცა ისინი თავის ისტორიას ივიწყებენ. არ დავივიწყოთ ეს ძვირფასი ხალხი, დღეს ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა სასმითით მოიხსენიოთ და გთხოვთ რომ აზრებში თუ მიბრძანდებით, მიცვალებულთა კუთხეში ჯვარსმასთან დაუნთეთ ამ ადამიანებს სამთლები და თქვით, რომ თუ ეს ადამიანი იყო მართლმადიდებელი, თუ არ იყო ღვთისმგმობელი და გულით, სულით, ეროვნული სულისკვეთებით იცავდა თავის სამშობლოს, ღმერთო ნათელში დაუმკვიდრე მათ სულებს. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მოეწონება ღმერთს, ასეთი ქმედება. ოჯახი არ არსებობს, სადაც ოჯახის ახლო ნათესავი მაინც არ იბრძოდა ამ სამამულო ომში და ჩვენგან, ჩემო ძვირფასებო, არ იქნება ლამაზი ამ ყველაფრის დავიწყება, ამ ყველაფრის წაყრუება და დღეს ჩვენ ასე ვთქვათ, ვიტყვით, რომ რა დროს ისინი არიან. არა, ისინი მათი დრო ყოველთვის არის, მათ ჭირდება დაფასება, მათ ჭირდება ჩვენგან სამთელი, საკმეველი, სამთელი არის წმენა და საკმეველი არის მადლი და იმ ადამიანებს ჩვენ ფეხზე წამომდგარნი უნდა ვიხსენიებდეთ, უნდა ვაქებდეთ და უნდა ვამბობდეთ, რომ აი მათი სულისკვეთება არ დაკარგული იყოს თელს საქართველოში, თელს მსოფლიოში და მე ვფიქრობ, რომ გარკვეული დრო ჭირდება სტალინის პიროვნების გამჟღავნებას და მე მჯერა, რომ მე და თქვენ მოვესწრებით იმ პერიოდს, რომ სწორი ინფორმაცია, წყაროები გამჟღავდება სტალინზე, ვინ იყო ეს ადამიანი, იყო ტირანი, იყო დესპოტი თუ იყო და შეიცვალა ეს ადამიანი, ასეთი იყო და შეიცვალა და გახდა საულე პავლე და მან შეინანა, მან აღსარება თქვა, ეზიარა, საკუთარი შვილი გაწირა, ეს ცოტა არ არის მე მგონი არგუმენტების სახით რო ვთქვა და კიდევ ვიმეორებ, რომ ვინც არ მეთანხმებით, არ ვიკამათოთ, გამარჯვება მოპოვებულია, ისტორია დაწერილია და ჩვენ თანამედროვე ადამიანებო, თანამედროვე ქრისტიანებო, სხვა არაფერი დაგვშენია, თუ არა ქედი, მოვიხაროთ ამ ადამიანების წინაშე, მადლობა მოვახსენოთ იმ ქვეყნად და ჩვენ და ჩვენი შვილები ვიყოთ ღირსეული, მართლმადიდებლები, ღირსეული ქართველები, რომ ვიყოთ ყოველთვის გამარჯვებულები ბოროტებაზე სიკეთით. ჩვენთან არის ღმერთი, მრავალ აღდგომას დაესწარით, ღმერთთან მრავალი ბრწყინვალე დღე გაგითენოთ, იყავით მადლიერები და გახსოვდეთ თქვენი ისტორია.